მოგესალმებით საფეხბურთო იზოლაციიდან და ხედავთ ვარ დახონწრული, მივდივარ დღევანდელი ტურის ცენტრალურ მატჩზე. გორის დილა უმასპინძლებს დინამო ბათუმს, რა თქმა უნდა, ეს თამაში ჩატარდება ქალაქ გორში. მიუხედავად რაღაც მცირე პრობლემებისა, რაც შეგვექნა ჩვენ უშუალოდ ფედერაციასთან, გვინდოდა კი არა და საჭირო იყო ჩვენთვის აკრედიტაციის აღება, რაც ვერ მოხერხდა, მაგრამ ამას შემდგომ ზუსტად გავარკვევთ გორის დილას გადავხვდით ძალიან დიდ მადლობას მათი დამსახურება ახლა ჩვენ თამაშზე მივდივართ და შევეცდებით დღეს შემოგთავაზოთ ამ თამაშის სიუჟეტი, რომელიც შემდგომ ჩვენს YouTube არხზე გავა. პროექტ მანქანაში და ახლა გავუვაროთ ლუკას, რომელიც დღეს ამ თამაშზე ჩვენ წაყვანას აპირებდა ფეხით. არა და მაგარ წვიმას აპირებს. ჩვენი განწყობა, ესე იგი, ამ თამაშის წინ არის ამაღლებული, ზე აღმატებული, რომ გითხრათ, რომ გორს გულშემატკივრობ ამ ბათუმს ესე გამორჩეულად მოგატყუებთ, ვარ ამ მომენტში ნეიტრალური კომაგი და დიდი სურვილი მაქვს, რომ ვიხილო ძალიან მაგარი თამაში, იმიტომ რომ აფიშაც აქვს მართლაც ძალიან მაგარი. გორის დილა, რომელიც 14 ქულით არის პირველ ადგილზე, ეთამაშება 10 ქულით მეორე ადგილზე მყოფ ბათუმის დინამოს. ლუკასთანაც მოვედით. აგერ ჩვენი ლუკა. გამარჯობა. და პირველი ვლოგიც დაიწყო. ჩემი მანქანის ჩაჯდომით. გოგონია რომ შენი მანქანის ჩაჯდომით დაიწყო. ჯერ შაკოს მანქანის ჩაჯდომით, მე ჩემი. ახლა გაახსენდა შალოს რომ პირბადია საჭირო კორონავირუსის დროს და პირბადის ასაღებად დაუბრუნდით სახლში და უკვე სტადიონის მიმდებარი ტერიტორიიდან გავაგრძელებთ ვლოგს. გადაჭრა იქნება და მოვედით. აიღე ყველაფერი? ესე იგი, ლოგისტიკაში კამერასთან ურთიერთობა ჩვენთვის არის პირველი და ძალიან ცუდად გამომივა ალბათ ყველაფერი და იმედია გორში ძალიან კარგი ამინდიო სათამაშო და ხო, ოღონდ ფეხით მე ვთქვი, ხო იცი ეგ ვიდეოზასაწყისში ვთქვი, რომ ფეხით აპირებ და ჩემს წამოყვანას. ხო, უცბად კარიბ და კიდე არ დაგაუწევს. უცბად მოიღებდა და შეიძლება თამაშის მიმდინარეობისას წვიმას დაიწყოს რა, იმიტომ რომ დიდი ღრუბელია სტადიონის თავზე და ბალანსორის დაძაბულ შეხვედრებს უხდება წვიმა. მე ამიდი ჩემი აზრით, იმიტომ რომ უფრო სხვა ბრძოლის ევქერს და რაღაცა ბევრ კარგ საინტერესო ამას ადრეს. აი ხა, ბათუმელი კომაგია, აქ შეკრებილი და თხოვოთ პატარა იბატონო მოვიდინო გითხრათ სეზონზე და კონკრეტულად ამ თამაშს. დიდი მოლოდინი გვაქვს ახლა სატურნო 9 ისეა რომ დიდი ალბათობით გადამწყვეტი მატჩი იქნება ამ თამაშით. ახლა ჩემპიონი არ გამოვლინდება, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში ძალიან დიდ ნაბიჯს გადავდგამთ ჩემპიონობისთვის და ვფიქრობ, რომ ჩვენმა გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს თამაში მოიგოს. იბატონო და თქვენი აზრით ბათუმი თუ არის იმ ოპტიმალურ ფორმაში, რითიც უნდა შეხვდეს ორ ტურნირებს და ზოგადად იმ მნიშვნელოვან თამაშებს, რომელიც წინ არის. შეიძლება ამ წუთას არ იყოს ოპტიმალურ ფორმაში, მაგრამ არის რამოდენიმე თამაში და იმედია ბიჭები უფრო მოუმატებენ, უფრო მონდომებით იქნებიან და იმედია სახშიც მოგვიწევს, გაგვიმართლებს და წარმატებას მივახცევთ. ამის დიდი იმედია გულშემატკივრს. თქვენს გვერდით ვართ, ჩვენ გორელები ვართ, მაგრამ ქართული ფეხბურთის წარმატება გვიხარია და ბათუმის დინამო არის ის გუნდი, რომელსაც შეუძლია ქართულ ფეხბურთს წარმატება მოუტანოს. დაიხარეთ. მადლობა. დაიხარეთ. მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. აი, უკვე ტრიბუნებიდან შემოგიერთდებით. მივესალმოთ ალეკოს დიდი შესვენების შემდეგ დაგვიბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ არ არის დასწრება, აგერ ჩვენი შალვა მე გაჩვენებთ, რამდენი ხალხი ესწრება სტადიონის გალავანიდან და რამდენი კიდევ სტადიონის გარეთ, ხო და ბათუმელ კომაგს ველაპარაკეთ თან და მათი მოლოდინების ნახეთ და ისინიც მრავლად არიან შეკრებილები და სხვათა შორის არა მარტო გალავანზე და სტადიონის გარეთ, თვითონ ტრიბუნებზეც საკმაოდ დიდი რაოდენობით არის ხალხი. ინტერესი დიდია და აკრედიტაციები გუნდის წარმომადგენლებიც ბევრი არიან და დიდი ინტერესი აქვს. ეხლა რაც შეეხება შემადგენლობებს რა. შემადგენლობებზე შეგვიძლია იმის თქმა, რომ გორის დილა საკადრო პრობლემებით შეხვდა ამ თამაშს. საკლია 3 ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი, ნიკა გაგნიძე,
დავით მაისაშვილმა, რომელიც დინამოსთან წითელი ბარათი მიიღო, ასევე გუნდს დაემშვიდობა და ავსტრიაში გააგრძელებს კარიერას გურამ გიორბელიძე, ხოლო რაც შეეხება დინამო ბათუმის შემადგენლობას, ოპტიმალური შემადგენლობით არის ჩამოსული და მთლიანად განაცხადი აქვს დაკომპლექტებული ყველა ფეხბურთელი. გორიზილას 4 კაცი ყავს მგონი სკამზე და ბათუმს ყავს ისეთი შემადგენლობა, ისეთი 4 კაცი ყავს სკამზე, რომ და ისეთი ზოგადად განაცხადი რომ რა ვიცი ნებისმიერი გუნდი ინატრება ძირითადისთვის. აი შავად შემოგვიერთდა და შავად თქვენი ის მქონდა რა ვქე დატოვილი აქვს. თქვენი მოლოდინებიც რო გითხრათ კონკრეტულ თამაშთან, ამ კონკრეტულ თამაშთან დაკავშირებით და მე ჩემ პოზიციას დავაფიქსირებ დღევანდელ თამაშზე, ჩემი აზრით სანამ შავას გადავცემ სიტყვას, ამ თამაშს დილად ათმობს. იმიტომ რომ შემადგენლობას რო გადავხედოთ, ძალიან გაუჭირდება ყოველ შემთხვევაში რომ ეს თამაში გამარჯვებამდე მიიყვანოს. გიორგი ნემსაძეზე იქნება ბევრ რაღაც დამოკიდებული და შავაბერტი. დიდი მადლობა რომ ჩემი სათქმელი ასე დუმილში გამატარებინე და შენც ჩემი სათქმელი თქვი. ლუკამ ჩემივე პასუხი გადმოგცაც. მადლობა ნახვამდის. აი შავამას დააფიქსირე აზრი და ეხლა გავიგეთ, არ ვიცი თქვენ ამდენად გაიგეთ, მაგრამ გავიგეთ ჩვენ უკვე საჯის სასტოინი, რაც იმას ნიშნავს რომ გუნდებს მოუწოდა რომ მოემზადონ მინდორზე გამოსასვლელად და უკვე შემდეგ ემოციებს და დრო და დრო ვლოგს გავაგრძელებთ, პატარა ჭრა იქნება კიდე ერთი მაგია და მისტიკა, რომელსაც ჩვენი შავა ჩაატარებს და ისევ შემოგიერთდებით. ძალიან ბევრი საუბარი მიდის იმაზე, რომ საქართველოს ჩემპიონატში ზოგადად არ არის სანახაობრივი მატჩები რა. სულ გასულია დაახლოებით 11 წუთი თამაშის დაწყებიდან და შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა ღირებული არაფერი შექმნილა, მაგრამ მიუხედავად იმის, რომ არ არის ტრიბუნებზე გულშემატკივარი, თამაშის დაძაბულობა და მნიშვნელობა იმხელა დიდია და იმხელაა, რომ ყველა ვინც აქ იქნება დღეს დარწმუნებული, ვინც აქ იქნებოდა ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებდა რა ამ თამაშის ყურებით და მე მინდა მოგიწოდოთ ყველა გულშემატკივარს, რომ იაროთ ტრიბუნებზე, რადგან როდესაც ესეთი მნიშვნელოვანი, ესეთი დაძაბული თამაშები იქნება საქართველოს ჩემპიონატში, გულშემატკივარი ამას უფრო გაალამაზებს და რა ვიცი, თამაშის მიმდინარეობა გვაჩვენებს, რომ წეგან თქვით, რომ ბათუმის დინამო დომინანტი იქნებოდა თამაში, მაგრამ დილა მაინც არ ეგუება იმას, რომ ბათუმს მარტივად გაატანოს ქულები. ორიოდე სიტყვა ვთქვათ. აქეთ ყავს გორიზილას გულშემატკივრები, ხოლო იქითკენ არიან დინამოს ბათუმის გულშემატკივრები, რომლებიც ფაქტობრივად არ გაჩერებულან და ერთგულად ხომაგობენ თავის საყვარელ გუნდს. მართლაც დასაფასებელი და მაგალითს მიმცემი გულშემატკივრობა, ამიტომ ვიყვარს ჩვენ ფეხბურთის ზუსტად. პირველი გოლიც გავიდა, პირველი ემოციები. მე-15 წუთზე ბათუმის დინამომ შეაგდო. ცოტა ზედმეტი ნათქვამია რო ვთქვათ, რომ ბათუმის დინამომ შეაგდო, ჯერ ვერავინ ვერ დაინახა საბოლოო ჯამში, ვისი ფეხიდან შევიდა ბურთი კარში, ავტოგოლია დილაგორის კარში და აი ეს უფრო საინტერესოს გახდის თამაშს. 0-1 ბათუმის დინამოს სასარგებლოდ მე-15 წუთს. როგორც იქნა გორის დილამ გაათანა ბრა ქონდა მომენტები აი როგორი განწყობა ტრიბუნაზე ვასადოთ გამომცხადებელს ლევტაზე აი ეს გარემოა ტრიბუნაზე ეს როგორ შეიძლება სიამოვნებას არ განიჭებდეს მე არ მესმის უფრო და უფრო დაძაბული მეორე ტაიმი გველოდება მე ჩავწერთ პირველი ტაიმის ბოლოს პატარა მიმოხილვას თქვენი აზრით რომ მითხრათ პირველი ტაიმის შესახებ რა როგორი თამაში იყო
მიუხედავად იმის, რომ შეიძლება ითქვას, რომ გულშემატკივარი აკლია, მაგრამ აი ამ ყველაფრის მე როგორ დავთქვათ, რომ გულშემატკივარი აკლია ამ თამაშს მე არ მესმის. უფრო მასშტაბურად უნდა იყოს გულშემატკივარი, ჩემი აზრით და იმედია დაუშვებენ ერთხელა სამუდამოდ და კი ბატონო. ბოლომდე გულშემატკივის ხარდაჭერა. არაფერი არ არის სათმელი, ერთით ერთი. ნუ მოკლედ პირველი ტაიმი დასრულდა და შესვენებისას ეხა მოლოდინია ჩვენი შესვენების პერიოდში, რომ გორიზდილა გააქტიურდება ვინაიდან რადგანაც შეინარჩუნოს ის ლიდერული სიტუაცია რაც ჰქონდა თამაშის დაწყებამდე ერთით ერთი მოახერხა თამაშის მიწურულს და გასახდელში გაატანა ბურთი დინამო ბათუმს და გორიზდილას დანაკლისი გიორ ბელიძე, მაისაშვილი, ნიკოლოზ გაგნიძე, არ ვიცი რამდენად შეამჩნია მაყურებელმა ყურებისას თამაშის მსვლელობისას უფრო სწორად გაგნიძე, რა თქმა უნდა გიორ ბელიძე, მაგრამ გაგნიძე ძალიან დიდი დანაკლისია შუაში. ჩემი აზრით გორის დილა არის გუნდი, რომელიც მოკლედ რო ვთქვა, არ თამაშობს ფეხბურთს, თამაშობს რაღაც გამოსავალს, უფრო კონკრეტულ მონაკვეთებში და იყენებს თავის იმ ერთადერთ შანსს, რომელიც აქვს კონკრეტულ მომენტში და ამით აღწევს შედეგს. ეს პირველი ტაიმის ამის დამადასტურებელი საბუთე არაფერი ღირსეული ისეთი არ შეუქმნია, მაგრამ ერთი პატარა მომენტი გუნდის შეცდომით ისარგებოდა და შეაგდეს გოლი, არის ერთით ერთი და უფრო მაგარი ტაიმის მოლოდინი მაქვს მე პირადად, იმიტომ რომ ბათუმში ჩემი აზრით დაიწყება ნელ-ნელა ცვლილებები, მე 60 წუთიდან როგორც ჩვევია ხოლმე გეგუჩაძეს. არ ვიცი რითი გაძლიერებს შეტევას, მაგრამ ისინი რომ მოსაგებად არიან ჩამოსულები ეტყობა. აი ჩვენ გორიზდილამ შეგვიქმნა, ანუ მოდი ვთქვათ რომ გორიზდილამ შეგვიქმნა იმის ფონი რომ იქნება მაგარი თამაში, იმიტომ რომ ბოლო წუთებზე უკვე აი გამოსავალის ძებნასთან ერთად დაიწყო უკვე პოზიციური შეტევები. ხო და თან ეხა მე მინდა ჩვენს მაყურებელს უთხრა რომ ანუ როდესაც გორიზდილამ გოლი შეაგდო მინდორზე და გარშემო ძალიან მაგარი ატმოსფერო შეიქმნა რა. აი ეს კომაგები გააქტიურდნენ, აქ ვინც ესწრება თამაშინზე გააქტიურდნენ და ანუ ფონი შეიქმნა ისეთი რომ მეორე ტაიმი უნდა იყოს ძალიან მაგარი. თუ ეს მუხტი გაყვა და თუ ისევ გაჩერდნენ ფეხბურთელები და არაფერი კარის დაცვაზე დაიწყეს ფიქრი არ მგონია რომ ისევ ტაიმი. დინამოს შემთხვევითი გოლი იყო და მაგის შემდეგ დინამოს ნუ ასეთი მაგარი მომენტი არ ქონია. ქონდა ფლამარიონს ერთი შანსი გუგეშაშვილმა არის, მაგრამ ფლამარიონო ინდივიდუალურად შექმნა ეს მომენტი, როგორც გუნდური შეტევა არ გვინახავს. ნუ მოკლედ დაგიბრუნდებით ჩვენ თამაშის მსვლელობისას და თამაშის ბოლოს მე. ხო. ანუ პირველი ტაიმის ბოლოს რო გავყვეთ რა, ძალიან დიდი დაძაბულობა იყო პირველი ტაიმი რო დასრულდა და მეორე ტაიმი დაიწყო ცოტა დაზვერვით ისევ რა, თითქოს თამაშის სტარტი იყო და ეგრეც განვითარდა ბოლომდე 91 წუთია უკვე. დაამატა საჯმა, მე არ შემიჩნევია. კი, დაამატა. რამდენი წუთი დაამატა, იცი? არ შემიჩნევია სამწუხაროდ და 2 ან 3 თუ არ ვთქვი, აწიაზე რა. სავარაუდოდ ბოლო წუთებია, იმიტომ რომ არ შემიჩნევია დაამატა თუ არა და რა შეიძლება ითქვას რა, ანუ ზოლა მეორე ტაიმში მარტო იყო მომენტები. რავი, ჩემი აზრით, მოკტალებული აზრით, ბათუმს უფრო მეტი მოეთხოვება რა, აი ამ გუნდით და აი რეინალდოს თამაშიც ნახეთ, დიდათ არ მიეცა საშუალება და ხო, ნუ დაშლილ დილას ეთამაშა და შედარებით მართლა მეტი მოეთხოვება და შედარებით არა, შემადგენლობას რო გადავხედოთ, აშკარად მეტი მოეთხოვება ბათუმე ყველა ფეხბურთელს. ნუ მოკლედ დღევანდელი ვლოგი ჩავწერესავით. ვიდეოში არის იგი ხმები, ხან ტელეფონით არის, ხან მიკროფონით გვიდევს. ვოისებს მე დავადებთ, ნახავთ მონტაჟს ეკაუშვებ და როგორ გამოვა. ვიმედოვნებ რომ პირველი ცდისთვის ნორმალური იქნება და თლად არ შევრცხვებით. თამაშსაც შეეხება ძალიან საინტერესო გამოდგა და ძალიან საინტერესო იმის ფონზე თუ როგორი გაგრძელება იქნება. ესეთი გამოვიდა ჩვენი პირველი ვლოგი. ესეთი კონტენტი და ეს სტილი, რა თქმა უნდა, რომ განვითარდება და ხარისხი ბევრად მოიმატებს. ჩვენ ახლა დღეს პატარა პრობლემებიც ჰქონდა აკრედიტაციასთან დაკავშირებით, თუნდაც არ გვეჯერა რომ მოედანზე შეგვიშვებდნენ და გადავიღებდით ვიდეოს. და ნუ ვიდეოს გადაღების საშუალებაც მოგვეცა მხოლოდ ერთი რაკურსით. ერთი კუთხიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან დიდი მადლობა გორის დილას, ჩვენ რომ დღეს ეს ვიდეო გადავიღეთ და ცუდი ხარისხი, კარგი ხარისხი, ნორმალური ხარისხი არ აქვს მნიშვნელობა. თქვენ რაღაც დოზით მოგაწოდეთ, ეს არის მათი დამსახურება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და
მომავალ შეხვედრამდე.